პირველ რიგში უნდა დავიწყოთ სიტუაციის შეფასებით. სად არის ახლა ოპოზიცია ამ სიტყვის ფართო გაგებით. როგორ უყურებს თქვენ ამას, როგორ უყურებთ იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა და შემდგომ უკვე ჩავშალოთ თემა, მათ შორის საარჩევნო შედეგები როგორი იყო. მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს დილა მშვიდობისა. რთულია დილა დაიწყოთ ან ორშაბათი იმით, სად არის ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, ოპოზიცია და ზოგადად როგორია პერსპექტივა. ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის შესაძლებლობა, რომ ოპტიმისტურ საკითხებზე არ ვისაუბროთ, ვინაიდან ბევრი საკითხი, რაც 4 ოქტომბერს და ალბათ ამ კონტექსტში კითხულობდი, სად არის ოპოზიცია, 4 ოქტომბერს გამოჩნდა, აჩენდა ბევრ რაღაც პრობლემას, რომელიც წარმოაჩინა კიდევ ერთხელ და ბევრ ოპტიმისტურ ნიშანს, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გაუძლიერო საზოგადოებას იმის სურვილი, რომ იყოს პროტესტში და წინააღმდეგობაში. ერთი რაც თანამდებობით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა და ვერ შედგებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მონაცემები ამბობს ამას. პირველ რიგში, სადაც კონკურენცია იყო, იქ აქტიობა იყო თითქმის სამჯერ შემცირებული, ვიდრე ასე ვთქვათ, კონკურენტულ არჩევნებში, ხოლო სადაც კონკურენცია არ იყო, იქ აქტიობა იყო თითქმის იმდენი, რამდენიც 21 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და არ ვადარებ განზრახ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც აქტიობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 21 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ანუ წარმოიდგინეთ, სადაც კონკურენცია იყო, იქ აქტიობა არის მნიშვნელოვნად დაბალი, სადაც კონკურენცია არ იყო, იქ აქტიობა თითქმის 21 წლის არჩევნების, ანუ იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანაბარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ გარდა იმისა, რომ მან ეცა და манипуляციების გზით ის რასაც გვპირდებოდნენ და პირდებოდნენ საკუთარ ამომრჩევლებს და საკუთარ თავებს, რომ 1 მილიონი ხმას მიიღებდნენ თითქმის ასე ვთქვათ ეს შეესრულებინათ და ასევე მათ ეცადათ, რომ ამ არჩევნებს ქონოდათ საბოლოო ჯამში თითქოს რაიმე სახის არჩევნების სახე შენარჩუნებული, რაც ვერ მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არის მეორე საკითხი და ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერანაირად შემდგარ არჩევნებად. წარმოიდგინეთ, ქუთაისის საკრებულოში ყველა წევრი ქართული ოცნებისა. ანუ ხვდებით ხო, წარმოიდგინეთ 20-მდე მუნიციპალიტეტში 100% მიიღო მერობის კანდიდატი. ტექნიკურ კანდიდატებზე რო ვსაუბრობთ, ტექნიკურ კანდიდატებზე და თქვენთან აქვიჯექი თუ გახსოვთ, ვსაუბრობთ ესენი არიან მეთქი, ვინც სადაც კონკურენცია, ტექნიკური კანდიდატები მეთქი. ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიიდან უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ჩვენი პარტიის წევრი ქუთაისის ერთ ოლქში იღებს ხოლმე, როცა მაჟორიტარული წესით ტარდება არჩევნები. ხვდებით ხო, 1/1000-ში რო იღებს მონაწილეობას, უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე მთლიანად მერობისგან. ეს რას ნიშნავს? ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდა, ან ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ეს პარტიები არ ჩათვალა ოპოზიციურ პარტიებად და აზრის ვერ ხედავდა, რომ მათთვის ხარი დაეჭირა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ დავიწყებთ კიდევ იმაზე საუბარს, რომ თვალს არ გაუსწორებთ იმ რეალობას, რა რეალობაშიც ვართ. დავიწყებთ მოკიბულ საუბარს, არ ვიქნებით პირდაპირები. თქვენ არ გიხებათ ეს, მაგრამ პირველი არჩევნები იყო, ეგრეთ წოდებული ეს არჩევნები, მაგრამ კალენდარული არჩევნები, როდესაც არც ერთი მედია არ შემეხვია. ჩემი ამ საქმიანობის პირობებში და ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმე ჩემი პოზიცია არ აინტერესებდა, და ისედაც ჩემი და ჩვენი გუნდის ანალიტიკა ძალიან აქტიურად მიდიოდა ტელევიზიებში, რასაც ვაკეთებდით შეზღუდულ, ასე ვთქვათ, რესურსებში და ინტერესში. იმიტომ რომ თლიანი ასე ვთქვათ, ლელოს და კახარიას პარტიის თლიანი პროპაგანდა იყო ის საპნის ბუშზე დაამყარებული ტექნიკური კანდიდატებით, ადამიანებით, რომლებიც არანაირი ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე პოლიტიკური პოზიცია არ დაუფიქსირებს. შეიძლება ვიღაცას მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა არ ქონდეს, მაგრამ მას ქონდეს კაფეო პოზიცია, ქართული ოცნების შეფასება. ამ დონის პოზიციის არ დამფიქსირებელი ხალხი იყვნენ. ასევე ვიცით 4 ადგილი საქართველოს მასშტაბით, სადაც გახარიას ოფისზე ეწერა, რომ ოფისია და ბანერია და ოფისი არ არსებობდა. ეს იყო არჩევნების სიმულაცია, რომელშიც ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამაც მიიღო მონაწილეობა. და გირჩი აკრიტიკებენ გირჩს, ხო, მისი პოზიციონირების გამო და ასე შემდეგ. უნდა ვთქვათ, რომ მასაც შეუმწირდა ამომრჩეველი მნიშვნელოვნად, მაგრამ მან შეინარჩუნა ძირითადი ნაწილი ამომრჩევლს და კითხვა, რატო
4ჯერ და 3ჯერ რატო შეუმცირდა ლელოს და გახარიას, რომელსაც ასეთი პროპაგანდა ჰქონდა, თითქოს აი უნდა გამოეგლიჯა დღე-დღეზე და ვიღაცები ხელს უშლიდნენ და რატომ რატო შეუმცირდათ მათ 4ჯერ მხარდაჭერა და რატომ მაგალითად შეინარჩუნა გირჩევა. იმიტომ რომ თანმიმდევრულობა ხან ასე ილაპარაკო, ხან ისე და შემდეგ ამაზე აეწყოს ამ არათანმიმდევრულ, არაკვალიფიციურ გულწრფელი ვიქნები. არაკვალიფიციურობას ხონდა აი ძალიან ადგილი ან რა ვიცი სხვა რაღაცას ეხლა დავასაც ვერ დავამტკიცებ იმასზე ვერ ვისაუბრ. ამ არაკვალიფიციურ, არათანმიმდევრულ პოზიციებზე შემდეგ საზოგადოების გადაწყობა ხან იქით და ხან აქეთ არის პრობლემა. გავაგრძელებ, ვიცი რა უნდა დამისვა, შემდეგი შეკითხვა არის რომ თქვენი რა არის და კვალიფიციური ხედვა. კვალიფიციური ხედვა და ის რაც 4 ოქტომბერს მოხდა არის შემდეგ. ჩემზე მეტად თითზე ჩამოსათვალელი ადამიანი მეგულება ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეში დასრულდეს. რეჟიმი და პროდასავლური ეროვნული ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში. ცოტა ადამიანი მეგულება ესეთი. მაგრამ ეს რეჟიმი ერთ დღეში ვერ დასრულდება. იმიტომ ვერ დასრულდება და ამას უნდა შევეგუოთ. ამაზე თქვენ რა გონიათ რომ ჩვენთვის თენგოთევზაცისთვის თქვენთან ბევრჯერ ყოფილი ვარ და კრიტიკული შეკითხვა და შენიშვნაც მომისმენია სხვათა შორის. რომ აი თქვენი გეგმა რა არის? რა ხალხი ამბობს რომ 4-ში დავამთავრე. რა თქმა უნდა ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისათვის, მცდელობა არ დააკლეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ესე ჯეროდათ და ის ნაბიჯი გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც აიღეს ამაზე საზოგადოების მხრიდანაც. ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესმა დაამატა პოლიტპატიმრები, თუ ვინმე არის დღეს მოძალადე, თუ ვინმე აუქმებს ინსტიტუციებს, ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ქართული ოცნება და ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ ვინმეს უნდა რომ ერთ დღეში დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილი, ალბათ ერთ-ერთი მეცო. მოდი ჩავშალოთ რა, ნახე. ერთი ხედვა იყო, რომელიც ამბობდა რომ არჩევნების გზა და ეს ხედვა, რომელიც 4 ოქტომბერზე იყო კონცენტრირებული, ხო? არ უნდა მოვერიდოთ ახლა. ეს ხო სიტყვა ფიასკო, რომელიც ამ თელმა პროცესმა განიცადა 4 ოქტომბერს, ხო? ამ დღეში დავიწყებ ერთ დღეს და შედეგი ვერ მოიტანა. შედეგი ვერ მოიტანა და თავიდანვე ხავ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით აქ შეათ რომ კი ჩვენ ნახავთ ბევრ გაბრაზებულ ადამიანს ქუჩაში, მაგრამ თავისთავად გეგმა ერთ დღეს დამთავრების შესახებ არ არის რეალისტური. მაგრამ მეორე მხრივ ეს საიდან დაიბადა ეს გეგმა, ხო? დაიბადა იმ ხედვიდან რომ ჩვენ რა შვრებით ეს განწყობა საერთოდ წამოვიდა. ეს 300 დღიანი პროტესტი კი ქუჩაში სიარული ეს არის ის რაც ივანიშვილს ხელს შეუშლის დიქტატურის დამყარებაში, იმიტომ რომ ნახე ბოლო ერთ წელიწადში ამ დიქტატურამ მოახერხა და გარშემო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაასუსტა, ხო? ამიტომ აქ ამ მნიშვნელოვანია ძალიან თქვენი ხედვა. როგორ ხედავთ, აი როგორ გამოიყურება ივანიშვილის მარცხი თქვენი ხედვით. მოდი ჩვენ ხო მარტო ვიღაცის ქმედებების შეფასებისთვის არ ვართ. ნამდვილად. და ამიტომ თქვენ ხედვა არის, აი არ მჯერა, ვიღაცებს ჯერა, რომ კარგი ორატორი საკმარისია პოლიტიკის. მე ამჯერა პოლიტიკა საქართველოში გაკეთდება ანალიტიკის და ასევე გამართული სტრატეგიის გარეშე. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვაქვს წინააღმდეგობაში საქართველოს წინა ხელისუფლებებთან და რეჟიმებთან. არ ვართ წინააღმდეგობაში. ჩვენი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა მთლიანად ძალაუფლება, პირდაპირ კავშირშია იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რუსეთთან, ბელარუსთან, ირანთან და ამდაგვარი სისტემის ჩამოყალიბებას აპირებს და ახერხებს კიდეც. ასე ვთქვათ, ნაბიჯი ცდილობს ყოველ შემთხვევაში საქართველოში. ახლა რა არის კონტექსტი? კონტექსტი არის შემდეგი. ჩვენ თუ შეგვეძლო და უნდა ვთქვათ, რომ შეგვიძლია თუ არა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან რთული იყო კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი 4 ნომრისთვის, პარტიისთვის და კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის საუბარი იმაზე, რომ ბრძოლა ესა ვერ იქნება ბოლო ბრძოლა. ვერ იქნება და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. არასდროს გვითხოვს, რომ ეს არის ბოლო დღე. შემდეგ 5-ში, 6-ში, 7-შიც ვიქნებით. გახსოვთ ხო აგრესია, კრიტიკა და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ვიღებდით ვინაიდან პროცესის დაზიანება არ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირიქით, ჩვენ ვცდილობდით, რომ თუ ამის შესაძლებლობა და გეგმა არსებობდა, ხარი უნდა დაგვეჭირა და ამ ადამიანებმა ამისთვის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, გააკეთეს, ყოველ შემთხვევაში ეცადეს და ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილშიც მნიშვნელოვანია, რომ მოყვება. რა შეეხება რა არის ის რაც უნდა გაკეთდეს. უნდა გაკეთდეს შემდეგი რამ. ჩვენ ვიცით ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ 4 ოქტომბერს ქარდი გიცით, ხო ალბათ ქართულმა ოცნებამ ქარდიც გაავრცელა, დავიწყეთ და დავასრულეთ. ქართულ ოცნებას ჰქონდა ეს ოცნება, რომ 4 ოქტომბერს მთლიანად ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება რუსთაველის პროტესტი დაესრულებინა.
და აქ ხედავ ჩვენს პასუხისგებლობას, რომ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ დასრულდეს და თუ ეს ვერ დასრულდება, აუცილებლად მინიმუმ უკან დახევა და მაქსიმუმ ჩამოშლა არის გარანტირებული. ოღონდ არ დავიღლები იმის ლაპარაკით, რომ რაღაც პოლიტიკური პროცესი რო დავიწყეთ, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და თუ ამ ბოლომდე ვერ მივიყვანთ ბ-წერტილამდე, ა-წერტილიდან, უნდა ვთქვათ, რომ ეს ვერ მივიყვანთ და ვიწყებთ ახალ პოლიტიკურ პროცესს. რა მოხდა? პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი იქნება თუ სხვა, ეს პროცესი ვერ მივიყვანეთ ბოლომდე, ჩვენ ვერ დავაჯერეთ სხვები, რომ ამ სიგიჟეებში შესვლას აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ სხვა უფრო გამართული სტრატეგია უნდა ყოფილიყო და სხვებმა აირჩიეს ის გზა, რაც აირჩიეს. ახლა არის თავარი. ახლა უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური პროცესი. როგორ ხედავთ რესურსთან გორა ეს ფურცელი გადაიშალოს? გუშინ გამოჩნდა, არა, აუცილებლად უნდა გადაიშალოს. მათ შორის გადაიშალოს იმ პარტიებთან, ვისაც ახლა თქვენ ძალიან აკრიტიკებთ და უწოდებთ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს. ამის რესურსს ხედავთ? მე ვერ ხედავ ვერანაირ რესურსს. ამ პარტიებთან, იმიტომ რომ ამ პარტიების შეფასებაც არ ვიცით 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. 2 დღეა ველოდებიო ვინმე განცხადება ამ პარტიებს ერთმანეთსგან არ განასხვავებთ? ლელოს და გახარეს პარტიას. მე ვერაფერს ხედავ იმისგან, რომ ერთმანეთსგან განვასხვავებთ ეს ეგენი, იმიტომ რომ რაღაცა მაგალითად გახარე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არ შესვლა შეცდომა იყო, ასე არ ფიქრობს. შევიდეს. უყურეთ, აი პასუხისგებლობაზე რო ვსაუბრობთ, შევიდეს ჯობიაში ბოლოს მაინც შევა. და შევიდეს ნუწვალოს რა მნიშვნელობა აქვს ახლა ქართულ ოცნებას 99 დეპუტატი ეყოლება იქ თუ 96 შევიდეს რა უნდა ქნას იმ პარლამენტში საერთოდ ვერ ხვდები პარლამენტი 5 წუთში იღებენ კანონებს პარლამენტი საერთოდ არ არსებობს ერთადერთი არის გადაწყვეტილების მიმღები პირი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი რომელმაც თქვა და სხვათა შორის გზაში გისმენდით მერაბ მეტრეველი ყავდათ სტუმრად და მან თქვა რომ ერთადერთი ამოცანა აქვს რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მან პირადად მიიღოს ყველა ინსტიტუციის ნაცვლად გადაწყვეტილება და ამის რესურსი მას მიაჩნია რომ აქვს მისი საცეცებით. აი ზუსტად იცოდა ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდში ვინ საუბრობდა მასზე აუგად, ვინ საუბრობდა დადებითად, ვის ჯეროდა რომ ის თითქოს ამას ყველაფერს ასე ვთქვათ ამ ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა და ასე შემდეგ. ვერ განვიხილავ იმ პარტიებთან თანამშრომლობას და ესეც უნდა გადავეწყოთ და საზოგადოებას ეს უნდა აუხსნათ. თუ გვინდა გამარჯვება და თუ ჩვენ გვინდა რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტად დავზიანდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. აი გუშინ ბატონი შარაშიძე გონი თქვენთან იყო სტუმრად, ხო? კი ბატონო, გვალმაგიდაში იყო სტუმრად. გუშინ ბატონი შარაშიძე რასაც ლაპარაკობდა ეს გარდა იმისა რომ დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია თუ პოლიტიკოსია, იმიტომ რომ მე არ ვიცნობდი მანამდე ამ ადამიანს. ასევე არის მაჩვენებელი იმისა, რომ ერთი რომ საკუთარი შეცდომების სხვას გადააბრალოს და მეორე უდანაშაულო ადამიანებს აკიდოს ის პასუხისგებლობა, რაც მათ არ აქვს. საკმარისი პასუხისგებლობა გვაქვს პოლიტიკოსებს ასაღები და უნდა ავიღოთ. და ვიღაცებს გონიათ რომ პოლიტიკოსობა, აი პოლიტიკოსი რომ გამოდის დღეს ახლიდან, ის სახში დაბრუნდება თუ არავინ არ იცის, ისეთი პოლიტიკური კონტექსტი, ამას ვინმეს კი არ ვამადლით ან ასე შემდეგ, არა ვიცით ეს ესეროა და უბრალოდ იმიტომ რომ მათ არ შეხებიათ ეს ირაკლი. მათ არ შეხებიათ. ეხლა ვიღაცას გონია რომ ესე რა ქვია ნიკა გვარამია და ნიკა მელია რომ არ მივიდნენ იმ ეგრეთ წოდებულ იმის რა ქვია ღალატის კომისიაში ეს ახლა მათ რაღაცას თავი არიდეს 1 წლის შემდეგ, ხო? ეს ხა ადამიანები 5 თვეა უკვე 4-5 თვეა ციხეში შედან. ასევე არის მოცემულობა, როდესაც ან არ თანამშრომლობ, ან თანამშრომლობ. ორივე ერთად ვერ გამოვა. ხან თანამშრომლობ და ხან არ ფურცლების გადაშლაზე ლაპარაკობთ. არა, ფურცლები გადაიშლება მას შემდეგ, რაც შეცდომების აღიარება მოხდება. ესეც გადასახედი იქნება. პირდაპირ ჩემთვის არის დრამატულობა მოითხოვს რაღაცა სიტუაციის დრამატულობა მოითხოვს იმას რომ გახარიას არავინ არ მისცა ხმა გინდ ყოლია პარტნიორად გინდა არ ყოლია პარტნიორად ეს არის სიმართლე თქვენ მათზე მაინც როგორც კონკურენცია ისე ლაპარაკობთ არ ვთვლით სიმართლე გითხრათ კონკურენტად გახარიას პარტიას იმიტომ რომ არასდროს მაინც გახარიას პარტიაზე აბურთ დიახ გახარიაზე დამისვით გონია შეკითხვა მათ შორის ლელოსაც არ ვთვლით კონკურენტად ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომები იქნა დაშვებული მათი მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომები და რომლის რაღაცებს საერთოდ ვერ გამოსწორდება და რაღაცების გამოსწორება შესაძლებელია რაც მათ შეცდომა დაუშვეს ლელოზე ვსაუბრობდა არა მის ამომრჩეველს ლელოს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შედეგებით როცა მათ მიიღეს კონკრეტული რაოდენობა და 4-ჯერ ნაკლები მიიღეს ახლა დავრწმუნდი რომ მისი და დარწმუნებულიც ვიყავი რომ მისი ამომრჩეველი არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იმიტომ რომ სხვანაირად არ განო ოპოზიციურად არის განწყობილი და ახმა კონტექსტს აქვს მაგალ აი რისი თქმა მინდა იცი ირაკლი წარმოიდგინეთ ამ ქვეყანაში არის 700,000-ზე მეტი ადამიანი რომელიც წინა არჩევნებზე 1 წლის წინ მივიდა არჩევნებზე
ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ეს 700.000 ადამიანი ჯამში ხო კიდე 120 უნდა დავამატოთ რა, სადღაც 900-850.000-ზე მეტი იყო იმ გაყალბებული შედეგებიდან ქვეყნის შიგნით. 700.000 ადამიანი, რომელიც მივიდა არჩევნებში, ასე შევხედოთ, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ოპოზიციონერი ამომრჩეველი ასაკის ქესის მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ახალი მხარდაჭერი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გირჩის, დროას, ლელოს, ფედერალისტების, რა ვიცი, სტრატეგია აღმაშენებლის, ვის ყველას საერთოდ ვინც ოპოზიცია თითლება, ამათ ხარ და არ მივიდა არჩევნებზე. რატომ? იმიტომ რომ ბოიკოტი შედგა და ოპოზიციამ თქვა და ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის. აი თავარი გამოწვევა ქართულ ოცნებას აქვს აქ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ეს ამაზე ეს არის ჩვენი სტრატეგია. ეს უნდა გამოვიყენოთ, წარმოიდგინეთ, გამორიცხულია დილიდან ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს და ასე ვთქვათ, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ხალხს, რომელსაც შეიძლება ნიჰილიზმი შეეპარა და მე ამის მესმის. გამორიცხულია რომ 800.000 ადამიანი, 900.000 ადამიანი ესე ამოიღოს ქართულმა ოცნებამ, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრებით. რა თქმა უნდა, თუ მათ გრძელვადიან დროს, რაღაც 2 ვადას, კიდე 1 ვადას და ასე შემდეგ მივცემ და ამაზე ვიქნებით ორიენტირებული, ხა ჯიბეში ხელები ჩავიყოთ, ეს ერთი ბრძოლა და უმარცხდით, მაგრამ შემდეგი ბრძოლა წლების შემდეგ ვექნება. ესეა 800.000 ადამიანი, 700-800.000 ადამიანამდე ოპოზიციონალ განწყობილ ადამიანს უბრალოდ არ მივიდა არჩევნებს. უბრალოდ არ მივიდა არჩევნებს. ეს არის ფაქტი იმ კარუსელებით, მაიმუნობით, რაც უნდათ რომ დაწერდნენ შედეგებითაც კი. წარმოიდგინეთ, აი მარტვილში მაგალითად დაახლოებით იმდენი ამომრჩეველი მივიდა, რაც 21 წლის არჩევნებს, ანუ რას ნიშნავს, იცით ეს? მარტვილში ქართული ოცნების ამომრჩეველიც მივიდა, ახალის ნაციონალური მოძრაობის, გირჩი, ყველა მივიდა, მიუხედავად ამის. წარმოიდგინეთ, ამასავე, სადაც კონკურენტი არ იყო, სადაც კონკურენცია იყო, თქვა თბილისში. 4-ჯერ ნაკლები თუ 3-ჯერ ნაკლები ამორჩეველი მივიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ანომალიური კი არა, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ დანამდვილებით რისი თქმაც შეგვიძლია 700-800-დან ოპოზიციონერად განწყობილმა ამორჩეველმა გაიგო, მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ რა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არხი, მათ შორის კრიტიკული არხების თქვენ დაბალანსებულად ეს ლოგიკურია, ხო არჩევნები უნდა გააშუღოთ ახლა. თლად ისე ხო არ იქნება, რომ უარეთ დაბალანსებულად ჩვენ ყველას ვაძლევთ. რა თქმა უნდა, ხო და მაგას ვთქვი, დაბალანსებულად მეთქი, მაგიტომ ვთქვი არჩევნებზე საუბრობდა როგორც შესაძლებლობებზე, იმიტომ რომ სპიკერები ყავდათ მოყვანილი მათი, საუბრობდნენ არგუმენტაციას. ამ კონტექსტში უნდა ვაღიაროთ, ამ კონტექსტში მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ფაქტობრივი სიმართლე, 700.000-დან 800.000-მდე ამომრჩეველმა თქვა, რომ აქ მისვლას აზრი არ აქვს. ეხლა რატოა ეს ჩვენ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი? ეს ადამიანები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც თავს ვერ არიდებდნენ არჩევნებზე მისვლას. გაუმარტივდა. ხო, აი მაგათაც საჯარო მოხელი არის, განყოფილების უფროსი, პედაგოგია, რაღაცა დასუფთავების სამსახურში მუშაობს, იქ სადაც საუბრობდით დღეს მათ შორის დილიდან უკვე ამაზე, რომ გაფორმებული ყავ ტექნიკურად ადამიანები, სხვა განწყობაც რო ქონდეს, წარმოიდგინეთ, ერთ კანდიდატიანი არჩევნი, უბრალოდ უყურებს ხმა ვის მიცა ის კი აღავის აღარ აინტერესებდა, უბრალოდ მივიდა თუ არა, ამის აღრიცხვა ხო 10-ჯერ უფრო მარტივია, ვიდრე ხმას ვის. ამიტომ ეს ადამიანებიც მივიდნენ არჩევნებზე და მიუხედავად ამისა ამხელა კლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნებას ოდნავ სამართლიან არჩევნებშიც კი ვერ უნდა ქონოდეს, მაგრამ აქვე ვიცით აი მივდივარ, მათ შორის ჩვენი პასუხისმგებლობაც ის არის, ჩვენი პასუხისმგებლობაც ის არის, მათ შორის ჩემს მიმართაც არის, კითხვა არ გამოვიდესო ყველას ვაკრიტიკებ. ჩემს მიმართაც არის, კითხვა რომ 24 წელს ვამბობდით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები აღარ გავყავდეს და ასე შემდეგ და რაღაცები ისე მოხდა, რომ ვერ გავაკეთეთ მისი პრევენცია და გათვლა ვერ მოხდა ოპოზიციის მხრიდან. იმიტომ რომ ეხლა ვერავინ წარმოიდგენდა აღარ დაუბრუნდეთ ამას. ეხლა ეს როგორ უნდა მოხდეს? პირველი, უნდა მოხდეს პროტესტის გაგრძელებით, ასევე მნიშვნელოვანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით პერიოდულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა უნდა მიხვდეს, რომ გამოიხედავენ ფანჯრებიდან ეს ხალხი არსად არ წასვლას არ ავაპირებს. მათი კარის ფილოსოფოსი ხო საუბრობდა იმას, რომ ვისაც არ მოგწონთ, უნდა წახვიდეთო. ანუ თუ ადამიანს ასე ვთქვათ, აქვს კითხვები ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, მან უნდა დატოვოს სახელმწიფო და წავიდეს ემიგრაციაში. ამისკენ უბიძებ. ანუ საქართველოს უნდათ ქართველების გარეშე, ოღონდ ეს არ გეგონოთ რაღაც სადღეგრძელოს ნაწილში. არა, საქართველოს
უნდათ იმ ადამიანების გარეშე, ვინც ამ ქვეყანას ეროვნული და ევროპული ინტერესებიდან განმომდინარე უნდა რომ თანამედროვე სახელმწიფო გახდეს. ამიტომ პერიოდული პროტესტი მრავალრიცხოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ დავიწყებთ. თენგო ბოდი შეერთოთ ირაკლი აბესაძე უნდა ჩავთოთ ახლა განცხადება საკითხი ადვოკატია და იქიდან გამომდინარე რომ დღის პირველ ნახევარში ხდება ბრალის წარდგენა, შესაძლებელია რომ დღესვე დაინიშნოს სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ოღონდ რა თქმა უნდა ამაზე ზუსტი ინფორმაცია ახლა არ გვაქვს. 24 საათში ბრალის წარდგენიდან უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრა, შესაბამისად შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ უკვე ვიცოდეთ რა აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო, თუმცა რა თქმა უნდა ამ პროკურატურის, ამ სასამართლოს და ზოგადად ამ პოლიტიკური რეჟიმის მხრიდან ამ საქმეების წარმართვის პრაქტიკიდან გამომდინარე გასაგებია რომ რაც არის პოლიტიკური დაკვეთა ის იქნება შესრულებული პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდანაც. Დანარჩენი, როდესაც გავეცნობით ბრალის დადგენილებას, როდესაც გადმოგვეცემა საქმის მასალები, შესაძლებელია მაშინ გახდეს ასე ვთქვათ შევძლოთ საუბარი უფრო მეტ დეტალზე საქმესთან დაკავშირებით. ნადირაძის პოზიციაც რო გითხრათ ამ ბრალთან დაკავშირებით, გუშინის მოინახულით და კიდევ ერთხელ რო გითხრათ მისი პოზიცია ამ საქმესთან და ამ ბრალთან დაკავშირებით. რაც გუშინ განვაცხადე ირაკლი ნადირაძის სახელით იგივე შემიძლია დღეს გავიმეორო რომ როდესაც რუსული ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს დაგაბრალოს მისი დამხობის ცდილობა ეს მისთვის არის პატივი და ამ ასე ვთქვათ ბრალთან დაკავშირებით რა თქმა უნდა თავს ამ თვალსაზრისით არ ცნობს ის დამნაშავედ ბრძოლა რა თქმა უნდა გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ როგორც ციხის შიგნით და ძალიან ბევრი პატიმარი ყავს უკვე სამწუხაროდ პოლიტიკური სინდისის პატიმრებიც და ვხედავთ როგორ აქტიურად არიან ისინი ჩართული იქიდანაც საპროტესტო მოძრაობაში იგივე იქნება ირაკლის შემთხვევაშიც დანარჩენი ნახოთ როგორ განვითარდება. თუ შეიძლება ამ საქმეში როგორც ჩანს გამოძიება ჩადებს იარაღს რომელიც როგორც გავრცელდა ინფორმაცია აი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ასევე გაჟღერდა ინიციალები ვინმე ბჭ ანუ ვინ არის ეს საერთოდ დაკავებულებმა იციან თუ არ იციან კი ის სანახევროდ გავრცელებული რაღაც მტკიცებულებები ეს ვითომ ტყეში აღმოჩენილი იარაღი უკრაინული კვალი ეს გვესმის არ ვიცი რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ალბათ იმ დღიდან 12-13 წელია ჩვენ გვესმის გადატრიალება ხან საბურავები გროვდებოდა, ხან ცეცხლსასროლი იარაღი თავადაც არ ამტკიცებენ რომ ვინმე ამ ცეცხლსასროლი იარაღს ხელი მოკიდა და თუნდაც სადმე სხვა უბანში ან სხვა ქალაქში ხელში ეჭირა, ასე რა თქმა უნდა ბევრი საერთო გარემოება, ოღონდ ერთი უნდა გვესმოდეს, იქნება ამ საქმეში იარაღი თუ არა, იქნებოდა ამ ტიპის მოწოდება თუ სხვა ტიპის მოწოდება, იქნებოდა ასეთი მოქმედება თუ ისეთი მოქმედება მნიშვნელობა არ ქონდა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს რომ რამენაირად გააუქმოს, ჩაახშოს ეს საპროტესტო ბუხტი და შეწყვიტოს აქციები დედაქალაქში და სხვა ქალაქებში და ამ მიზნის მისაღწევად ის ზადარით რომ კიდევ ათეულობით და ასეულობით ადამიანს შეუქმნას მსგავსი ტიპის პრობლემები, ასე რომ კიდევ ერთხელ მტკიცებულებებზე საუბარი და ასე შემდეგ უბრალოდ აზრი არ აქვს. გავიმეორებ, ამ საქმეში იარაღი იქნება თუ არ იქნება, ერთნაირად დაიჟებოდნენ ეს ადამიანები, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საეჭვო და აშკარად ფალსიფიცირებული ინფორმაცია მოვისმინეთ გუშინ სუსისგან. ანუ არ გამორიცხავთ რომ შესაძლოა ჩვენ ახლა ირაკლი აბესაძეს უსმენთ ირაკლი ნადირაძის ადვოკატს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნადირაძის პოზიცია რომ ის ამაღია ამ ბრალდებით რაც მას დაუყენეს რომ ის ცდილობდა რეჟიმის დამხობას და მას დაუყენეს ბრალდები რომ კონსტიტუციურ წყობას ამხობდა ნადირაძე ფიქრობს რომ კონსტიტუციურ წყობა ისაც დამხობილია და ის პირიქით კონსტიტუციურ წყობის აღდგენას ემსახურებოდა თავის მოქმედებებით ფაქტია რომ ახლა ამ ადამიანების წინააღმდეგ რეჟიმი ალბათ იქნება ძალიან მკაცრი და დაიწყებს ფალსიფიცირებას დაიწყებს ფალსიფიცირებას ამ საქმის ახლა რეჟიმი რასაც გამოდებს ეგრეთ წოდებულ რაღაცა დადგმულ სპექტაკლებს საზოგადოებას მინდა ვთხოვო რომ ეს იქნება სპექტაკლი რათა ამ ადამიანების მიმართ იყოს უფრო მკაცრი და რეპრესიული მე ასე ვთქვათ ხარდაჭერაც მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებში მათ პრინციპულობაში მათ შესაძლებლობაში ვინაიდან ისინი ესე უყურებდნენ ამ საკითხს და როგორც ადვოკატისგან მოვისმინეთ რომ ისინი ფიქრობენ რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო ამის გაკეთება თუ ასე ვთქვათ ცდელობა თუ მოწოდება არ ვიცი როგორია ასე ვთქვათ
თვითონ სუბიექტური გამოძიების ნაწილი, მაგრამ ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის პატრიოტები და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ვერავინ ვერ შემიცვლის პოზიციას, ნაწილს კარგად ვიცნობ, ნაწილს ცოტა შორიდან, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის საქართველოს პატრიოტები და ქვეყნის წინააღმდეგ მათ ასე ვთქვათ, არც ერთი ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევდათ და არ მოუწევს, მე ამაში ვარ დარწმუნებული. დანარჩენი ადრე თუ გვიან ობიექტური გამოძიების პირობებში ყველაფერი გაირკვევა, ისედაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ესეც არ გვინდა რომ გვექცეს რაღაცა სადღეგრძელოთ. ძალიან კვალიფიციური იურისტები ყავთ, თუ ამას აზრი აქვს საერთოდ ამ ქვეყანაში რომ იურისტი ყავდეს და ადვოკატი, ჩვენ მაინც ხო ინფორმაცია მაინც გვეცოდინება. პერიოდული ხშირი აქციები, რეჟიმის იზოლაცია და რეჟიმზე პრესის გაგრძელება, მშვიდობიანი აქციებით და ასევე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ბევრს, მნიშვნელოვანია აზრთა თანხვედრა. აზრთა თანხვედრა ერთ მთავარში, რომ ეს ქართული ოცნება არ არის ქართული ხელისუფლება, ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული ძალა საქართველოში. მადლობა ძალიან დიდი. თენგო თევზაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციის ცვლილებისთვის წარმომადგენელი.